10 ნოემბერს მეცნიერების მსოფლიო დღე აღინიშნება. Ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს იუნესკოს მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის ყოველწლიურად აღინიშნება. წლევანდელი თემა იყო ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე. მეცნიერება, რომელიც გვჭირდება 2050 წლისთვის. ღონისძიება დღეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეები დალოცა და მეცნიერებს დღევანდელი დღე მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და პარლამენტის წევრები. სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია 42 მეცნიერს გადაეცა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს 42 ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოება შედგება, რითიც კიდევ ერთხელ ჩვენ ხაზს გაუსვავთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებისთვის. თითოეული მათგანის წვლილი არის მართლაც ფასდაუდებელი და მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლას განიცდის, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, მეცნიერების კვალი და მეცნიერების წვლილი არის უდიდესი და მით უმეტეს 21 საუკუნე მეცნიერების განვითარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი გამოხატულება არის კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს იმ ღვაწლმოსილების დაფასება, იმ ამაგის დაფასება, იმ შრომის დაფასება, რომელიც თითოეულ მეცნიერს მიუძღვის და შესაბამისად მათ შორის გამორჩეულ 42 მეცნიერს დღეს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტთან ერთად დავაჯილდოვებთ. იუნესკოს მიერ 2001 წლიდან აღინიშნება მსოფლიო მეცნიერების დღე და ეს აღინიშნება საქართველოში ტრადიციულად ტარდება ამ დღისთვის კონკურსები სახელობით პრემიებზე და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მონაწილეობენ მასში, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებიც. დღეს დაჯილდოებულთა შორის რამდენიმე დოქტორანტი და მაგისტრანტიც კი გახდათ. შემდეგ ტარდება კონკურსები, შეირჩევა საუკეთესო ნაშრომები, გადაეცემა ფულადი პრემია და 10 ნოემბერს ხდება დაჯილდოება შესაბამის სერტიფიკატებით. პრაქტიკულად ცხადდება კონკურსებით მეცნიერების თითქმის ყველა დარგის მიხედვით და მასში მონაწილეობენ როგორც საკმაოდ გამოცდილი, აღიარებული, საკმაოდ სახელით მქონე მეცნიერები, ისევე დამწყები მეცნიერებიც. წელსაც ჩატარდა მორიგი ასეთი შეხვედრა და ჩვენ გვიხარია, რომ დაინტერესება ქართული სამეცნიერო საზოგადოების იმაში, რომ მიიღოს მონაწილეობა ასეთ კონკურსებში დიდია. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც. გიორგი ნიკოლაძის პრემია ძალიან ბევრს ნიშნავს ნებისმიერი ქართველისათვის და განსაკუთრებით ინჟინრისათვის. ჩემი წიგნიც და ნაშრომიც, რომელიც ეხება საქართველოში საინჟინრო დარგების განვითარებას და რომელიც მოიცავს ინჟინრებს, პირველი ქართველი ინჟინრებიდან დაწყებული დღევანდელობამდე, დღესაც აქტუალურია ნებისმიერი ინჟინრისთვის და ნებისმიერი მეცნიერისთვის საამაყოა გიორგი ნიკოლაძის პრემია. მადლობა აკადემიას და მადლობა ჩემს მეგობრებს ყველას, ვინც გვერდზე მედგა. ძალიან დიდი პატივია განმოგვეცა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია. ენციკლოპედიაში არსებობს ასეთი რედაქცია, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქცია, სადაც მომზადდა ეს წიგნი და მთელი გული და სულით ვიმუშავეთ ნამდვილად და შრომა დაგვიფასდა. მივიღეთ ნამდვილად, ეს ძალიან დიდი პატივია ბატონო გიორგის სახელობის პრემიის მიღება. დიდი სიხარული მოგვენიჭა და ვიგრძენით აგრეთვე ისიც, რომ მოვალეობაც დიდია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მუზეუმი გაიხსნა. აქ შეკრებილები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მუზეუმი საქართველოში მეცნიერების განვითარების ისტორიას ასახავს. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა მუზეუმი და ამ მუზეუმის ფორმატში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებლების თაობაზე, ასევე თუ როგორ ვითარდებოდა მეცნიერებათა აკადემია და ასევე ღრმა ისტორიაშიც მივდივართ, როდესაც ფაზისის აკადემია ჯერ კიდევ მე-4-მე-5 საუკუნეებში ფუნქციონირებდა საქართველოში, შემდეგ გელათის, იყალთოს აკადემიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მეცნიერების განვითარებას საქართველოში ძალიან დიდი ისტორია და ღრმა ფესვები აქვს და რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიას და მადლიერი ვარ მეცნიერებათა აკადემიის ამჟამინდელი
ხელმძღვანელობის ბატონი როინ მეტრეველის თაოსნობით, რომ ამ ფორმატში მათ ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული გააჩინეს, რომელიც მომავალი თაობის მეცნიერებისთვის საინტერესო იქნება, რამე თუ მათ უნდა იცოდნენ საქართველოში თუ საიდან და როგორ ვითარდებოდა მეცნიერება და ვინ არიან გამორჩეული ადამიანები. ასევე ჩვენ ვემზადებით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომლისთვისაც სამთავრობო დონეზე შექმნილი არის სპეციალური კომისია, რომელსაც მე როგორც მინისტრი და ბატონი როინი თანათავმჯდომარეობით ხელმძღვანელობთ და მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი 2025 წლის ბოლოდან გაგრძელებული 2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში სამეცნიერო წრეებში არაერთი ღონისძიების ჩატარება აღნიშნა, რაც კიდევ ერთხელ იქნება ჩვენი მხრიდან გამოხატულება ჩვენი პატივისცემისა თვითოული მეცნიერის მიმართ და იმ ღვაწლის დაფასება და ამაგის დაფასება, რომელიც მათ თავის მეცნიერული საქმიანობით მიუძღვით ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. წარმოდგენილია ესე იგი ფაზისის, იყალთოს და გელათის აკადემიაზე დაფუძნებული ჩვენი მეცნიერებათა აკადემია და მოვიპოვეთ შემდეგ მასალები, რაც კი შეიძლებოდა წელიწადნახევარი მოვანდომეთ ამ ამბავს. გავაკეთეთ ეს ყველაფერი და გარდა ამისა გავაკეთეთ ესე იგი აკადემიკოსის სტენდები, განყოფილებების სტენდები, ასევე გვაქვს ეთნოგრაფიული გამოფენა, ასევე გვაქვს არქეოლოგიური გამოფენა, გეოლოგიური გამოფენა, რამე თუ ეს ინსტიტუტები, მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები 2006 წლამდე 66 ინსტიტუტი შედიოდა მეცნიერებათა აკადემიაში და ასე რომ ჩვენ გვქონდა უფლება რომ ეს გამოფენა წარმოგვედგინა. თბილისის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი